გამარჯობათ, შემოგავამწერებო და არხის სტუმრებო. უღრმესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი პოზიტიური და თბილი შეფასებისთვის. ეს ვიდეო გახლავთ თქვენთვის სასიყვარულო თემაზე. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, ჩაიფიქრეთ, უბრალოდ იფიქრეთ მასზე, თქვენს ადამიანზე, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. ვინ არის ის, ვისაც თქვენ ახლა ფიქრობთ? ეს არის ადამიანი, რომელიც არის შეყვარებული, რომელიც არის ემოციებში, შესაძლებელია სადმე რაღაც სასიამოვნო ემოციებს იღებს ეს ადამიანი. არის მიმზიდველი, ქარიზმატული, სიმპათიური, შემთხვევაში თუ მამაკაცია. და საკმაოდ ესეთი ნიშნულოვანი ფიგურა, ასე ვთქვათ, იმ სოციუმში, რა სოციუმშიც ის მოღვაწეობს. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ამ მომენტში გაქვთ შეგრძნება, რომ იპოვეთ თქვენი სულიერი, ასე ვთქვათ, მექსური, თქვენი სულიერი მეორე ნახევარი შესაძლებელია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, უსიყვარულოდ ვერ ძლებს და არ არსებობს თქვენი ცხოვრება, შეიძლება ითქვას უსიყვარულოდ. მაშინაც კი, როდესაც დაუშვათ პარტნიორი არ არის თქვენ ცხოვრებაში, თქვენ მაინც გარემოცული ხართ ამ ემოციით, ამ გრძნობით, ნებისმიერ საქმეს თქვენ უდგებით სიყვარულით და შესაძლებელია ამ მომენტში თქვენ ასევე იდგეთ არჩევანის წინაშე. არჩევანი შესაძლებელია არ იყოს ორ პარტნიორს შორის, ანუ არჩევანი გადადგა თუ არა ეს ნაბიჯი. ან გსურთ თუ არა ამის გაკეთება, ანუ რაღაც ისეთი არჩევანია უფრო სულიერი კუთხით. კარგით. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? მას სურს, რომ თქვენ მიცეთ შანსი, კიდევ ერთი შანსი, ესე იგი, როგორც ჩანს თქვენს შორის ურთიერთობა იყო დაანგრეული, შეიძლება ითქვას რაღაც მოხდა მოულოდნელად, მისთვის მოულოდნელად და ურთიერთობა ჩაბარდა წარსულს ან დაინგრა. ამიტომ ითხოვს შანსს ადამიანი, კიდევ ერთ შანსს. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან იზიდავთ, თქვენ ხართ ძალიან სექსუალური, ის ეჭვიანობს ამის გამო. კიდევ უჭირს მოქმედება. რატომ უჭირს მოქმედება, ვნახოთ? იმიტომ რომ მას ურთიერთობა ესმის, როდესაც თვითონ არის ლიდერი, წამყვანი, მანიპულატორი, ასე ვთქვათ, გრძნობებშიც, აქციელებშიც, ყველაფერშიც და რატომღაც აი ესეთი ქმედებები უჭირს და რა არის ამისი მიზეზი? დაბნეულია, არ იცის როგორ მოიქცეს, როგორ მოემოქმედოს, არის უდიდეს ილუზიებში და რასაც ის ფიქრობს, სიმართლეს არც ერთი არ შეესაბამება. უამრავი ვარიანტია, რომ გავახმოვანო, რასაც ის ფიქრობს, უბრალოდ არ მსურს მისი ფიქრების გახმოვანება იმდენად სასაცილოც არის და თან შაუბნელი ფიქრები მისი. კარგით, კიდევ რას ფიქრობს, ნახოთ თქვენზე? ძალიან სურხართ, აი უზომოდ დიდი სურვილი აქვს თქვენთან ყოფნის. რადგან უყვარხართ? თასების დედოფალი გახლავთ ეს? თქვენ ხართ მისი თასების დედოფალი, მისი ემოციების დედოფალი.
ემოციების, რომელსაც სიყვარული ჰქვია. კიდევ რას ფიქრობს? კიდევ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მისი გრძნობების შესახებ თქვენ არ უნდა გაგაკეფინოთ, თქვენ არ უნდა იცოდეთ მისი გრძნობები სრულად ბოლომდე, ანუ თქვენთვის არ უნდა იყოს ესე იგი თქვენ არ უნდა იცოდეთ იმის შესახებ, რომ მას თქვენ უყვარხართ, ძალიან იზიდავთ და სურს თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობა. რამდენად ღრმა მისი გრძნობა, რამდენად ღრმა მისი ემოციები, მას ეს არ სურს, რომ თქვენ გაგაკეფინოთ. რატომ ალავს ამას თქვენგან? არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი, ასე ვთქვათ, აუტკივარი თავის ატკივება არ სურს. მისი აზრით თქვენ ძალიან კომფორტულად, კარგად ხართ. არ გჭირდებათ ეს ადამიანი, გჭირდებათ როგორ შესაძლებელია დაუშვათ ზოგჯერ ან მიმოწერა გქონდეთ, ან ნახოთ კიდეც, მაგრამ მისი აზრით მას როგორც ჭირდებით, ისე თქვენ ის არ გჭირდებათ. ამიტომ თავს იკავებს მის ემოციებზე საუბრისგან თქვენთან შესაძლებელია, ან თავს იკავებს იმ სიმართლის თქმისგან, რასაც რეალურად ის განიცდის თქვენს მიმართ. კარგით, კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა? კიდევ ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ ბევრი შიშები, თქვენ მომავალზე შიშობთ. კიდევ თუმცა გენატრებათ, იხსენებთ წარსულს ძალიან თბილად, უდიდესი სიყვარულით. შესაძლებელია თქვენ მისგან რაიმეს ელოდებით, ეს არის ქმედებები მისი, შეიძლება საჩუქრები, აქ არ არის საუბარი რაღაც დიდ საჩუქრებზე და ძალიან ძვირადღირებულზე. თუნდაც რაღაც მცირე საჩუქრები, რომლებიც თქვენ გესიამოვნებათ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ჩაკეტილი, თუმცა ძალიან მიმზიდველი ჩაკეტილი, ანუ რას გულისხმობ? თქვენ არ ამბობთ რეალურად, რა გსურთ მისგან, ან მოგწონთ თუ არა ის, ან რა სახის ურთიერთობა გსურთ მასთან, გაქვთ თუ არა ურთიერთობა სხვა ადამიანებთან სასიყვარულო კუთხით და ამას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ხართ ჩაკეტილი. მან არ იცის ინფორმაცია თქვენზე, თქვენი ფიქრები, თქვენი გული ვინმეს ეკუთვნის თუ არა და ასე შემდეგ. ფიქრობს, რომ თქვენ თქვენს თავზე არ საუბრობთ ბევრს. კიდევ რას ფიქრობს? თვითონ არ აპირებს პოზიციების დათმობას, პირიქით აპირებს მოქმედებას თქვენი მისამართით, რომ კარგად გაატაროს დრო თქვენთან ერთად, სასიამოვნოდ. ესეთი ფიქრები აქვს მას თქვენს მიმართ. მან რაღაც გაანალიზა სიტუაცია წარსულში, როგორც თქვენ ურთიერთობდით, აწონ-დაწონა, დააბალანსა საკუთარი თავი, საკუთარი ემოციები და თვლის, რომ რა ურთიერთობას თქვენ გქონდათ აქამდე, უკეთესი გელოდებათ მომავალში. კიდევ რას ფიქრობს და ამაზე დავასრულოთ. საკმაოდ დიდი ხანი იყო ის იგნორში, ასე ვთქვათ, ანუ რაღაც შორს იყო მენტალურად თქვენგან და დროა გამოამჟღავნოს სითბო და სიყვარული თქვენს მიმართ. რადგან შემდეგ თქვენც იმოქმედოთ, თქვენც გააქტიურდეთ. რაღაც სტაგნაცია ჰქონდა მას, შეიძლება რამე ჯანმრთელობის კუთხით. თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია და მან მიიღო მისი თავი ისეთი, როგორიც არის და სურს თქვენთან ერთად ყოფნა. გისურვებთ